ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს კიევს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის 3 წლის თავზე გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს ამერიკის შეერთებული შტატების პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ყავს საქართველოს სახით. ამის შესახებ წერს Wall Street Journal. სტატიის მიხედვით ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას თავაზობენ. დოკუმენტის უკრაინული ვერსია, რომელსაც ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს, ცალსახად ადანაშაულებს რუსეთს უკრაინაში შეჭრაში. ამერიკის შეერთებული შტატების პროექტში კი ისმის მოწოდება კონფლიქტის სწრაფი დასრულების შესახებ და გამოთქმულია მწუხარება ამ ომის თაობაზე. ის რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად არის რეზოლუციის პროექტის წარმდგენი შეფასებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი ხაზს უსვამს სწორედ ამ ფაქტის მნიშვნელობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რეზოლუცია იქნება ეს თუ არ ვიცი ნებისმიერი სხვა, რომელიც მიმართულია ამ ომის დასრულებაზე ცალსახად და რომელიც მიმართულია და დაიცავს უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. ამის მიღმა ეხლა მე ტექსტს არც ერთსაც ვიცნობ და არც მეორესაც დეტალურად რომ ამ შედარებას შევიდე. ჩვენ ქვეყანას რომელიც სტრატეგიული პარტნიორიც იყო და უკრაინა ბევრად მეტი უნდა გაეკეთებინა, ვიდრე გააკეთა მთელი ამ 3 წლის განმავლობაში ომთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს პრორუსული ხელისუფლება, ჩვენი მხარდაჭერა იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. უკრაინა რომ დაცემულიყო, რაც უნდოდა და რაც სურდა პუტინს 3 დღის განმავლობაში, ნუ რა ვინ გამოურიცხავდით, რომ 3 დღის შემდგომ შეიძლება სრულიად მთელი ქვეყნის საქართველოს ოკუპაცია მომხდარიყო. ამიტომ ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიური. რუსეთის ფედერაცია არის ამ ომში დამნაშავე, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ხალხების გენოციდს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან კაფიოდ დაფიქსირებული იმ რეზოლუციებში, რომელიც ეხება უკრაინას. როგორი იქნება, ამას ვიხილავთ მას შემდეგ, რაც მიიღებენ. ვიცი, რომ ორი ალტერნატივა არის დარეგისტრირებული და დარწმუნებული ვარ, სახე აზრი გაიმარჯვებს. ომი უნდა დამთავრდეს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად ვის რა როლი და ფუნქცია და შეფასებები ექნება, ამას ჩვენ დავინახავთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, სახელმწიფოებთან ერთად. ვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია სწორედ ერთ შემთხვევა იმ ჩვენს მიდგომას, რაც ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იზიარებს. შესაბამისად ჩვენ გავხდით ერთ-ერთი პირველი, ვინც გვერდში დაუდექით ამ რეზოლუციას. ომის დაწყების პირველი წამიდანვე იყო მთავარი მოწოდება და მთავარი მიზანი მშვიდობა უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინის მშვიდობა ეს არ არის მარტო უკრაინაში მშვიდობა, ეს ნიშნავს მშვიდობას მთლიანად რეგიონში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ უხოყმანოთ იმ წამისვე, ასე ვთქვათ, დავეთანხმეთ ამ რეზოლუციას და რა თქმა უნდა ჩვენ მას მხარს დაუჭერთ, როდესაც ის გავა კენჭისყრისთვის. მას ყავს რამდენიმე თანასპონსორი, ანუ თანაინიციატორი ამ პროცესის. ჩვენ ვიყავით პირველები, ამ მომენტში 4 თუ არ ვცდები 4 ქვეყანა უკვე თანაინიციატორი, მაგრამ ანუ ვინ დაუჭერს უკვე უშუალოდ კონკრეტულად მხარს, ეს გამოჩნდება, როდესაც კენჭისყრაზე გავა ეს რეზოლუცია.